ცენტრალური მთავრობის დავალებული მინისტრების გარდა აფხაზეთის მთავრობის დევნილ მინისტრებზეც უნდა მოგიყვეთ. აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაზეა ლაპარაკი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს. აკაკი გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, რაში ხარჯავს მილიონობით ლარს ეს უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატი. ჩემს უკან აფხაზეთის მთავრობაა. უამრავი სამინისტროთი, დეპარტამენტით, სააგენტოებით, სიპებით, აიპებით, შეპესეებით, მათ შორის ისეთებით, რომელთაც შემოსავალიც აქვთ, მოგებაც, თუმცა ამ ფულის ნაწილი არ აღირიცხება და მით უმეტეს დევნილებს არ ხმარდება აჩვენა აუდიტის შემოწმებამ. მთლიანობაში აფხაზეთის ხელისუფლების მხოლოდ ხელფასები სახელმწიფო ბიუჯეტს 8 მილიონი უჯდება. ამას ემატება პრემიები, ოფისისა თუ მივლინების ხარჯები და ასე შემდეგ. ასევე ათობით მილიონის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელსაც თავისი შეხედულებით განკარგავს. წელს აფხაზეთის ხელისუფლებისთვის 13 მილიონი გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ თანხიდან მხოლოდ 9 მილიონი მოხმარდება დევნილთა სოციუზრუნველყოფას. სხვაგან არცად არ მიდის. ეს ფული არცად არ მიდის სხვაგან გარდა დევნილებთან რჩება იგივე. თუმცა ასე არ ფიქრობენ დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციები და ამაზე ქართულ გაზეთშიც ხშირად აქვეყნებენ სტატიებს, ოღონდაც მათი ძალისხმევა ხელისუფლების ყველა შტოს შემუჩნეველი რჩება. აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია. ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ გვაქვს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, აფხაზეთის გარემოს დაცვის და ესე იგი ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი. რო ვეკითხებით, რას აკეთებთო, აიო ჩვენ ხეებს ვგავთო თბილისშიო. ეხლა თბილისში მილიონ ხეს რგავს თვითონ თბილისის ესე იგი მერია. ამათი დარგული ხე ვის რა სჭირდება თბილისში? ანდა იმისათვის რომ თბილისში ხე დარგო, ამისათვის სამინისტრო გჭირდება? ეს ტიპიური გარემოა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილებს უწევს ცხოვრება. 10 ოჯახს ერთი საერთო სველი წერტილი აქვს. არც ცენტრალურ და არც აფხაზეთის სტრუქტურებში დახმარებისთვის მიმართვას მათთვის შედეგი არ მოაქვს. ამენა გვაქცევს ყურადღებას, როცა ვიყავით ერთჯერ სამჯერ და არაფერი არ არის რომ გვეუბნებიან. არანაირი დახმარება. ყველანაირად უყურადღებლოდ ვართ. არაფერი პასუხი არ არის არსად არაფერი. ავანტყოფები ვართ, პურის ფული არა გვაქვს, წამლის ფული არა გვაქვს, მდგომარეობა გვაქვს დაძაბული. შაშან მთავრობის თავმჯდომარე ხოლბაია შემოსავალმა 43,000 ლარი შეადგინა, რაც 80 დევნილის შემწეობას უდრის. თუმცა მთავრობაში ხეირი მისმა ნათესავებმაც მიიღეს. მაგალითად, ხოლბაიას ცოლის და ლეილა თორია აფხაზეთის განათლების სამინისტროში იღებს ხელფას. მისი ქმარი თორნიკე კილანავა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის წარმოადგენლობაში მუშაობს. ცოლით ნათესავი კახა თორია მთავრობის აპარატის მთავარი სპეციალისტია. მეც უხერხულად ვგნობ თავს, როცა ასე ვთქვათ, ჩემი ხელფასი განსხვავდება დევნილთა შემწეობის ხელფასისაგან თუ შემწეობისაგან 10-ჯერ მნიშვნელოვნად. ჩემი დაწესებული არ არის. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვს, რა ხელფასაც აძლევენ, იმას იღებს, ხოლო რაც შეეხება ნეპოტიზმს, სხვისას ის ამჩნევს, საკუთარს ვერა, თუმცა არ მალავს, რომ არც ერთს არ უპირისპირდება. როცა მე მოვედი ამ სამსახურში, ვნახე, რომ სიდედრის დები, ცოლის ბიძაშვილები, ცოლის მამიდაშვილები, არ მინდა გვარები და სახელები ჩამოვთვალო, რამე თუ ისინი ისევ დარჩნენ, მე არ გამიგდია სამსახურიდან ისინი. აი, თქვენი ცოლის ნათესავები? რომელია ჩემი ცოლის ნათესავი? ერთი მითხარით. თქვენ არის? არა მიმუშავოთ. თუმცა ცოტა გონების დაძაბვა და ცოლის ნათესავების გახსენებაც რთული არ აღმოჩნდა. ჩემი ცოლის და ლეილა თორია ამ სისტემაში მუშაობს დაარსებიდან, იქიდან მოყოლებული. მე არ დამინიშნა ეს ერთი. მეორე ცოლის და თორნიკე კილანავა სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაინიშნა სუუდითში წარმომადგენლის უფროსად. მერე წამოიყვანეს აქ და დანიშნეს აღმოსავლეთ წარმომადგენლობაში უფროსის მოადგილედ. არც ერთი ჩემს დროს დანიშნული არ არის. და ვიღაცა მუშაობდა თორია და მუშაობს, ახლა თორია ამას ვერ გავექცევი. თუმცა დამავიწყდა მეთქვა, რა თქმა უნდა, რომ ცოლის ნათესავი არ არის, თუმცა სამაგიეროდ ამას ხებზე ვერ იტყვი. აი მაგალითად, უზენაესი საბჭოს წევრის ანზორ წოწონავას შვილი, ნიკოლოზ წოწონავა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველია. უზენაესი საბჭოს წევრის რუდიკ ცატავას ვაჟი, აფხაზეთის ფინანსთა მინისტრის მრჩეველია. ქალიშვილი კი დევნილთა დეპარტამენტშია. უზენაესი საბჭოს კიდევ ერთი წევრის დავით გვაძაბიაშვილი, დავით გვაძაბია
შერიგების მინისტრია და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ზუსტად ის შემოსავლები, რაც ნიშნით არის დღევანდელი კანონმდებლობით გათვალისწინებული და არა მეტი და შედარებით ნაკლები კიდე, იმიტომ რომ იქ არის მინიმუმი და მაქსიმუმი და ჩვენ მაქსიმუმი უმეტესობას არ აქვს. აფხაზეთის პარლამენტის ხელმძღვანელის მინიმუმმა შარშან 43000 ლარი შეადგინა. სხვა წევრების ხელფასიც არ არის დაბალი, დაახლოებით 2000 ლარია, თუმცა ბოლო წლებში დანამატიც დაიმატეს. 705 ლარიანი დანამატი გაიკეთეს სადეპუტატო უფლებამოსილებისათვის დანამატი, რისთვის დეპუტატობისთვის ხელფასი აქვთ მათ. საკმაოდ დიდი ხელფასი. პირიქით კიდევ დაიმატეს რატომღაც ეს 705 ლარიანი დანამატი ყოველთვიური. მე დამაჯილდოვა მაშინდელმა პრეზიდენტმა ბატონმა სააკაშვილმა ღირსების ორდენით და ეს ღირსების ორდენი განთავისუფლების დღეს მივიღე მე 3-4 საათით ადრე. დალილა ხორავა აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრია. ამბობს, რომ მას შემდეგ გამოაგდეს, რაც დევნილთა სამკურნალოდ მეტი დაფინანსება მოითხოვა. ფული მოგვიანებით დონორებამ მისცეს და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ეხმარება დევნილებს. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მაშინაც და დღესაც აქვს ყველაზე ნაკლები ბიუჯეტი. მაშინ როცა ყველაზე დიდი დატვირთვა და ცოცხალი ხალხი დევნილები, ვინ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, მოდიან ამ სამინისტროში. და ბარანიამ გაუნახევრა ამ სამინისტროს ბიუჯეტი და მე დავსვი შეკითხვა და ღიად შევეწინააღმდეგე ამ არასწორ გადაწყვეტილებას. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს ახალი მინისტრი ყავს და მისი მოადგილეც ახალია, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის და. ფული წესით არ უნდა უჭირდეთ, რადგან აფხაზეთის მთავრობას 15 კლინიკა აქვს, მათ შორის თბილისშიც. შენობებს შეპესეები უსასყიდლოდ იყენებენ, რემონტით და აპარატურით დონორები უზრუნველყოფენ და მიღებულ შემოსავალსაც მთლიანად იტოვებენ. აფხაზეთის ბიუჯეტს კი არაფერი ერგება. ეს სამსართულიანი შენობა კალობნის 16-ში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციონერებისთვის გამოყო. თუმცა ამის ნაცვლად იქ არაერთი შეპესეა განთავსებული, ჩვეულებრივი კლინიკები, რომელიც კომერციულ საქმიანობას აწარმოებენ. აუდიტი მიიჩნევს, რომ სრულიად არალეგალურად, შესაბამისად უკანონოდ და პრინციპში ჯანდაცვის მინისტრიც ეთანხმება ამას. რა თქმა უნდა, არც ერთი თეთრი ამ კლინიკების კომერციული საქმიანობიდან დევნილთა სოციალურ პრობლემებს არ ხმარდება. რეინვესტიციები ხდება, უბრალოდ უბრუნდებათ მათ თავიანთი შემოსავლები. მე ესეთი სტრუქტურა მივიღე, გეთანხმებით, რომ აქ ძალიან ბევრი ესეთი კანონთან შეუსაბამობა იყო ამ შენობის თვითონ მე პატრონის იქ განთავსებულ დაწესებულებებსა და სამართლებრივ საკითხებს შორის, ამიტომ ჩვენ როგორც კი პირველი დასკვნა სახელმწიფო აუდიტის მიერ შემოვიდა, რასაკვირველია ეს ჩაითვალა, რომ კანონთან შეუსაბამო ქმედება იყო, ჩვენ დავიწყეთ ამაზე ზრუნვა. და აგერ 3 წელია ზრუნავენ, რომ კანონი აღარ დაირღვეს, თუმცა უშედეგოდ. ფული, რომელიც დევნილთა მკურნალობის პროგრამებს შეიძლება მოხმარდეს, ისედაც ყოველმხრივ უზრუნველყოფილ შეპესეებს რჩებათ. პაციენტს კი ჩვეულებრივ კომერციულ ფასს აღთევინებენ. ის დევნილები, რომლებიც დარეგისტრირებულები გახლავთ ამ დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პროგრამის პარაგრაფში ღებულობენ მომსახურებას. ეს არის თუმცა მიიღებდნენ ნებისმიერ სხდომას. დიახ, გეთანხმებით, თუმცა ტარიფები ჩვენს კლინიკებს ბევრად დაბალი აქვს. ეს თბილისში ნუსუბიძის პლატოზე დევნილთა კორპუსია, სადაც ათობით ოჯახი კომპაქტურად ცხოვრობს. 80 ლარიანი შემწეობით ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნაკლებად ახერხებენ. ამიტომ პრობლემას მხოლოდ მაშინ აღმოაჩენენ, როცა საკმაოდ გვიანია და მკურნალობაც უკვე ძვირიჯდება. დონორების დაფინანსებით მონიტორინგს მედიკოსთა ჯგუფები ახორციელებენ, თუმცა ყველას ცხადია ვერ წუდებიან. საშუალოდ დღის განმავლობაში 100-ად პაციენტს ვსინჯავ. აქედან მქონია შემთხვევები, რომ სადღაც 10-11 პაციენტს ახლად გამოუვლინდა დიაბეტი. ეს არის კატასტროფა საქართველოსთვის. და მათ შემთხვევით გაიგეს ამ შემოწმების? შემთხვევით გაიგეს პირველადი გასინჯვით. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 50-60-62 წლის ადამიანი პირველად რო ისინჯავს შაქარს სისხლში. ეს არის სწორედ იმის ბრალ, რომ ეს პირველადი ჯანდაცვის პრობლემები. პირველადი ჯანდაცვის პრობლემები, კი ბატონო. აქ მოსული ვინმე არ მინახია, რომ აი აქ მოვიდნენ, რა გვიჭირს, რა გვიხარია, რა გვჭირდება. რაღაცა რო ეკითხათ, უბრალოდ შეესწავლათ რაღაც მდგომარეობა დევნილების ან რაღაცა არ ხდება. არც ფინანსური, არც სამედიცინო. არანაირი, არაფერი არ მოგვსვლია ჯერჯერობით და თუ რამე იქნება და ამის მოგაშველებენ, უფრო გაიქნება. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო პერიოდულად უფასო მედიკამენტებს არიგებს, ნაწილს ჰუმანიტარულს, ნაწილსაც თავად ყიდულობს. თუმცა აუდიტმა გამოავლინა, რომ შარშან ვადაგასული წამალი დარიგდა და ეს ფაქტი ჩაიფარცხა.
გადასაფარად ამების მოხდა ისეთი რაღაცა, რომ თითქოს ეს მედიკამენტები ბენეფიციარებს, ვისაც დაურიგეს, თითქოს არ მიუღიათ, ანუ არ გამოუყენებიათ და რომ მოითხოვეს ამის დაბრუნება, ესეთი ახსნა არის, რომ თვითონ ბენეფიციარებმა გაანადგურეს. თუმცა გაცემული არის ერთ ბენეფიციარზე მედიკამენტი და მერე განცხადება ფიგურირებს წერს სხვა ბენეფიციარი, სრულიად სხვა, ანუ ის არა, რომელმაც მიიღო რეალურად მედიკამენტი. წესით აფხაზეთის მთავრობას შემოსავლის საკმარისი წყარო აქვს, რომ დევნილებს მეტი დახმარება გაუწიოს. განქირავებული შენობები, იჯარით გაცემული სასოფლო და არასასოფლო მიწები თუ შეპესეები. თბილისში მეველეს 17-ში ავტოტრანსსერვისი ერთ-ერთია აფხაზეთის 10-ობით შეპესედან. მას ეს ტერიტორია დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი თავისი ინფრასტრუქტურით სარგებლობაშია გადაცემული, რომელსაც აქირავებს, ამუშავებს ავტოსამრეცხაოს, იღებს შემოსავალს, რომელსაც მალავს, შესაბამისად გადასახადებს არ იხდის. როგორ ხმარდება ან ეხმარება ეს დევნილებს აუდიტის სამსახურმა ვერ დაადგინა. უფრო მეტიც, აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ 11 ავტომობილი გადასცა ავტოტრანსსერვისს, რომელიც მან 32000 ლარად გაყიდა და ფული თავად მოიხმარა. მთავრობის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ გაყიდული ავტოპარკის ფული ბიუჯეტში წავიდა, ხოლო აუდიტის დასკვნა არ წაუკითხავს. 3 წლის განმავლობაში 2 ახალი მანქანა ნაგენი. სულ 2 მანქანა. ეს ერთი, მეორე, ის ჩანაცვლები მანქანა, თქვა, ხო, მოძველებული 30000 შეიძლება 28 თუ კონტროლ 32000. ეს მიდის იგივე ბიუჯეტში. 3 წელია ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელია და 3-ვე წელი ექსპერტები მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ, რადგან პრეზიდენტს არ დაუმტკიცებია, როგორც ამას აფხაზეთის კონსტიტუცია ითხოვდა. მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის აფხაზეთის კონსტიტუციის 112 პრიმა მუხლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში წინა მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლებისას არ არსებობდა იმდროინდელი პრეზიდენტის თანხმობა და ეს არის ცალსახად კონსტიტუციის დარღვევა. რადგანაც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში მას უარი უთხრა ან თანამდებობაზე დანიშნვასთან დაკავშირებით, შემდეგ მიმართეს მარგველაშვილს. მარგველაშვილმაც როგორც ჩვენთვის ცნობილია, ისურვა ეს თანამდებობა მისთვის დაემტკიცებია, შესაბამისად მათ ახალი გზა მოძებნეს, საერთოდ ამოიღეს კონსტიტუციაში ეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს კონსტიტუცია არ არის მიღებული, მათ აკლიათ ხმების რაოდენობა. ამიტომაც უკვე 3 წელი აფხაზეთის მთავრობას დროებითი მოვალების შემსრულებელი თავმჯდომარე ჰყავს. ხელისუფლება ამას არ იმჩნევს, ისევე როგორც მილიონების უკონტროლობას, რომელიც დევნილებისთვის გამოეყოფა აფხაზეთის მთავრობას, თუმცა დანიშნულებამდე ვერ აღწევს. აფხაზეთის ომიდან თითქმის 23 წელი გავიდა და დაახლოებით ამდენივე ხანია გამუდმებული დაპირისპირება აქვთ დევნილებს ზუგდიდის ბაზარში. სამეგრელოში ჩასახლებულების